მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ. სულ მალე 25 დეკემბერს ქრისტიანთა უმრავლესობა, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა შობას აღნიშნავს, მათგან განსხვავებით საქართველოს ეკლესია წელსაც ქრისტესშობას იულიუსის კალენდრით 7 იანვარს იზეიმებს. ყოველი შობისა და აღდგომის დღესასწაულის წინ კალენდარული საკითხი კვლავ აქტუალური ხდება. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თემებში უკეთესად გავერკვეთ და სტუმრად ფილოლოგიის დოქტორი, ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი დავპატიშეთ. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველი კითხვა ასეთი იქნება, სანამ კალენდარულ საკითხზე გადავალთ, უშუალოდ ვიცით თუ არა ჩვენ როდის, რა თარიღში, რომელ თვეს დაიბადა ქრისტე? დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის და თუ შეიძლება ერთ კორექტივს შევიტან ამ შემთხვევაში. საქართველოს ეკლესია იულიუსის კალენდრის 7 იანვარს კი არ აღნიშნავს შობას. იულიუსის კალენდრის 25 დეკემბერს და ეს 25 კალენდრის 7 იანვარს. გრიგორიუსის კალენდრის თუ შეიძლება დავაზუსტოთ ტერმინი, ალბათ ჯობია გრიგორიუსის ან გრიგორისეული. გრიგორიანული რაღაც ასოციაციას იწვევს სომხურ გრიგორიანულ ეკლესიასთან, როგორც მოიხსენიებენ ამ ეკლესიას. და სამწუხაროა რომ ასე მოიხსენიებენ ამ ეკლესიას. კი ბატონო, კი რა. თავად ასე არ მოიხსენიებენ. ხო, კი ბატონო, ანუ ეს სიცხადისათვის და სიზუსტისათვის. ეხლა რაც შეეხება კითხვას, რა საკვირველია ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ მეხუთე საუკუნეში, უпростоრად მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში აღმოსავლეთის ეკლესიაში დაისვა ეს საკითხი და მივიდა ეკლესია იმ დასკვნამდე, უпростоრად ეკლესიის მესვეურები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწორია რომაული ტრადიცია. ანუ იესო ქრისტეს შობის 25 დეკემბერს აღნიშნა. თუ როდის კონკრეტულად, იგულისხმება ძველი წელთაღრიცხვის დასასრულსა და ახალი წელთაღრიცხვის, ანუ ახალი ერის მიჯნაზე, ანუ ძველი წელთაღრიცხვის ბოლო 25 დეკემბერს, მაგრამ ეს მეცნიერულად დაზუსტებული არ არის. 25 დეკემბერი რატომ? 25 დეკემბერი თუ რატომ? ამაში არის მთელი აზრი ამ დღესასწაულის სახითმეტყველების, ამ დღესასწაულის შინაარსის, ამ დღესასწაულის აზრი გაცხადებული, კი ბატონო, წარმართული ახსენეთ, წარმართული დღესასწაული იყო სწორედ 25 დეკემბერს, ამ დღესასწაულს ეწოდებოდა მზის დაბადების დღე. ეს დღესასწაული განსაკუთრებით დასავლეთში იყო გავრცელებული და რასაკვირველია დაკავშირებული იყო მზებუდობასთან, ანუ მზებუდობის დამთავრებასთან, მზებუდობის დასრულებასთან, მზის ბუდიდან გამოსვლასთან და დღის გამარჯვებასთან ღამეზე. მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი ღამე არის 21-22 დეკემბერს. ამის შემდეგ ქართული ტრადიციის მიხედვით არის მზებუდობა, აი 25 დეკემბერს უკვე ერთი სვანური გადმოცემის მიხედვით ვერძი აკეთებს 3 დღიან ნახტომს. და იწყება უკვე ახალი სიცოცხლე, რომელიც დაკავშირებულია დღის გამარჯვებასთან, ღამის მოკლებასთან და წუთისოფელს იმედის სხივი ეცემა ამ დღეს. ამიტომ ეს ფესტივალი იყო ასეთი ნატალის სოლის ინვიქტ გამარჯვებული მზის დღეს. ზუსტად ამას ნიშნავს მზის დაბადების დღე, ანუ მზის გამარჯვების დღე, ნატალის სოლის. ეს დიდი დღესასწაული იყო. და იოანე ოქროპირი ასეთ ინფორმაციას გვთავაზობს მის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომ დაინტერესდა იესო ქრისტე მართლა 25 დეკემბერს იშვა თუ არა. ანუ სწორი არის თუ არა რომაული ტრადიცია. იესო ქრისტეს დაბადების დღის 25 დეკემბერს
აღნიშვნასთან დაკავშირებით. და ის ამბობს, რომ რომში, რა თქმა უნდა, მე არ ყოფილვარო სამწუხაროდ რომშიო, მაგრამ იქ გავგზავნეო სარწმუნო კაცებიო, რომლიც შევიდნენ რომის არქივშიო, ჩაატარესო სამუშაო, იგულისხმება რაღაც სერიოზული არქეოგრაფიული სამუშაო და გამოიტანესო დასკვნაო, რომ იესო ქრისტეს დაბადება მართლაც 25 დეკემბერს მოხდაო. თქვენ ენდობით იოანე ოქროპირი ჯერ ერთი ამავე დროს მეცნიერიცაა, რასაკვირველია, იმ დროის კვალობაზე, იმ დროინდელი სტანდარტების მიხედვით, ჯერ ერთი კაცი, რომელიც გვეუბნება, რომ საჭიროდ ჩავთვალე, ჩამეტარებინა ასეთი არქეოგრაფიული სამუშაო, ეს პრინციპში ეს არქეოგრაფიული სამუშაოა, რასაკვირველია, სერიოზული განცხადებაა და ამის ავტორი ნდობის ღირსია. თუმცა არსებობს ასევე ტრადიცია შობის 6 იანვარს აღნიშნვის. მაგრამ დავამთავრო, აქ მთავარი არის რა, რომ იესო ქრისტე იოანე ოქროპირისა და სხვათა მიხედვით, სხვა წმინდა მამების მიხედვით, შემთხვევით არ დაბადებულა 25 დეკემბერს. იესო ქრისტეს დაბადება დაკავშირებულია მზებუდობასთან, ანუ მზის გამარჯვებასთან ღამეზე, დღის გამარჯვებასთან ღამეზე. იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი მზე და ჭეშმარიტმა მზემ სწორედ ბუნებრივი ასტრონომიული მზის დაბადებასთან ერთად ისურვა დაბადება, რადგან ადამიანებისთვის უფრო ცხადი ყოფილიყო შობის შინაარსი. ანუ უბრალოდ ეკლესიისთვის იყო უფრო ცხადი, რომ საჭირო იყო წარმართების დღესასწაულისთვის ახალი ქრისტიანული შინაარსი მიეცა და ამით კარგად ინტეგრირებული იყო წარმართულ კულტურაში. ჯერ ერთი წარმართული სამყარო მთლიანად არ იყო განძარცული ასე ვთქვათ, საღმრთო მარცვლებისაგან, საღმრთო ნაპერწკლებისაგან. რაც იქ ხდებოდა, ის მისტერიები, თვითონ ეკლესიის მამათა მიხედვით, იგივე იოანე ოქროპირის მიხედვით, გრიგოლი ღვთისმეტყველის მიხედვით, ნაზიანზელის მიხედვით, რაღაც საღმრთო პროვინდენციას, ანუ წინაგანგებულებას შეიცავს და იქაური დღესასწაულები შემთხვევით არ აღესრულებოდა ამა თუ იმ ასტრონომიულ დღეს. აქედან გამომდინარე, სრულიადაც არ არის, ასე ვთქვათ, გასაკვირი, რომ ქრისტეს შობა მომხდარიყო, რეალურადაც მომხდარიყო სწორედ მზის დაბადების დღეს. ეხლა რასაც თქვენ ამბობთ, გასაგებია, ეხლა ეს მეცნიერი ამას სხვანაირად შეხედავს, მაგრამ ღვთისმეტყველები ამას ასე არ ხედავდნენ. ღვთისმეტყველები პროვინდენციას, ანუ წინაგანგებულებას ხედავდნენ, თვით წარმართობაში სწორად გამიგეთ. არსებობს ეკლესია, რომელიც ასე ვთქვათ, კატაკომბებიდან გამოვიდა, ნაწილობრივ გამოვიდა და მან ნახა, რომ იმისთვის, რომ ბერძენს ელაპარაკო ბერძნულად, რაც პავლე მოციქულის ცნობილი ფრაზაა რა, საჭიროა მათი მთავარი დღესასწაული უბრალოდ აქციო შენს მთავარ დღესასწაულს. ერთი თეოლოგია ამბობს, რომ პავლე მოციქულმა ნახაო, რომ წარმართული სამყარო არც ისეთი ზიზღის მომგვრელი არ იყო, როგორც რომ მათ ზოგიერთი მოციქული სახავდაო, რომ ჭეშმარიტების მარცვლები იქაც იყო და აი პავლე მოციქულის ცნობილი ქადაგება ათენში არეოპაგზე. როდესაც ლაპარაკობს, რომ აი ეს წარმართული მისტერიები, წარმართული ღმერთები რაღაცა დოზით, რაღაცა სახეობრივად, აი ის ბერძნული პანთეონი, შინაარსი ეს არის ამ ქადაგების, რაღაცა ფორმით წინასწარმეტყველებს იმას, რაც მოხდა და რაც ჭეშმარიტია და რაც სამომავლოდ მოხდება. კი, ეხლა თქვენ რაც გაინტერესებთ, რომ 6 იანვარი ეს არის აღმოსავლური ტრადიცია. იოანე ოქროპირი, როდესაც აი ამ სამუშაოს ატარებდა, მაშინ ეს პრობლემა აღმოსავლეთის ეკლესიაში ძალიან მწვავედ იდგა. ფაქტიურად მთელი აღმოსავლეთის ეკლესია შობას აღნიშნავდა ნათლის ღებასთან ერთად. ანუ შობისათვის ცალკე დღესასწაული არ იყო. შობა და ნათლის ღება იყო ერთი და იგივე, თუმცა ორი მოვლენა, ერთი შობა უფლისა ღვთისა და მეორე ამავე უფლისა და ღვთისა ნათლისღება იყო გაერთიანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ არსობრივად ეს ორი მოვლენა გააზრებული იყო იმდროინდელი მორწმუნეების მიერ, იმდროინდელი საღვთისმეტყველო ელიტის მიერ, როგორც ერთი და იგივე
არსება ხორციელი და კი ბატონო ხორციელი და სულიერი შობა ნათლისღებას როგორც ჩანს წარმოიდგენდნენ ისინი იესო ქრისტეს ასე ვთქვათ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში რაღაც ინიციაციას არ ვიცი ახლა ეს ერეტიკულ პოზიციასთან იყო დაკავშირებული თუ რა იყო სინამდვილეში, მაგრამ ჩათვალეს ეკლესიის მამებმა, მათ შორის იოანე ოქროპირმა, რომ აქ რაღაც ერესის გამოძახილთან გვაქვს ჩვენ საქმეო და ამიტომ მოინდომეს რომ ჩატარებულიყო რეფორმა, რათა გამიჯნულიყო ეს ორი დღესასწაული ერთმანეთისაგან, რადგან ეს ორი დღესასწაული სხვადასხვა მოვლენებს აღნიშნავს არსობრივად განსხვავებულ მოვლენებს, თუმცა ყველა მოვლენა იესო ქრისტესთან რაც არის დაკავშირებული არსებით ერთია, მიზნით ერთია, სულიერი შინაარსით ერთია, მაგრამ მაინც განსხვავებულია არსობრივად და ამიტომ დღემდე აღნიშნავს. ამიტომ გაიმიჯნა. რასაკვირველია სომხეთის ეკლესია და ეს არის ასე ვთქვათ სომხეთის ეკლესიის დამახასიათებელი ნიშანი, შეიძლება ითქვას მათი პაროლი. როგორც საღვთისმეტყველო ლიტერატურაში მოიხსენიება. რატომ 6 იანვარი ასე ვთქვათ ახსნა არსებობს ხოლმე, რომ რადგან ქრისტე იყო ახალი ადამი, ხოლო ადამი შეიქმნა მე-6 დღეს. პირველი თვის მე-6 დღეს, სწორედ ამიტომ ემთხვევა ასე ვთქვათ ქრისტეს შობას და სწორედ ამიტომ ზეიმობენ ისინი ქრისტეს შობას. შემხვდა ასეთი განმარტებაც სომეხ ღვთისმეტყველებში. მე მართალი გითხრა ეხლა ნამდვილად არ შემხვედრია ასეთი განმარტება, მაგრამ სრულიად ლოგიკურია და ბუნებრივია ესა. თუმცა იესო ქრისტეს ნათლისღება, ანუ ეპიფანია, ლათინურად ეპიფანია, რაც განცხადებას ნიშნავს, რადგან ამ დროს მოხდა სამების განცხადება, ძველი ტრადიციით უკვე მე-3 საუკუნეში, მე-4 საუკუნეში უკვე მყარად დამკვიდრებული ტრადიციით, სწორედ 6 იანვარს დღესასწაულებოდა. და ეს დღესასწაული აღმოსავლეთში მოიცავდა ამავე დროს შობას, რაც სომხეთის ეკლესიამ შეინარჩუნა. მე მართალი გითხრა, სხვა ეკლესია არ ვიცი, რომელსაც შეინარჩუნებინოს აი ეს ტრადიცია და სომხეთის ეკლესიისთვის ეს საამაყოა. ბატონო ნუგზარ, კალენდარული საკითხი ასე ბევრი გითქვამთ თქვენს აქამდე და ბევრი უთქვამს, უბრალოდ ძალიან იშვიათად მოусმენია ეს ფილმი, ეს ფართო სატელევიზიო ეთერით. რატომ 7 იანვარს, რატომ იყენებს იულიუსის კალენდარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და რატომ არ გადადის ის პაპი გრეგორის მიერ შესწორებულ კალენდარს? კი ბატონო, ერთი სიტყვით მართალი გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდოდა, იმიტომ რომ ყოველ წელიწადს მიწევს ამ თემაზე ლაპარაკი, უკვე არ ვიცი 7 თუ 8 სტატია გამოვაქვეყნე, ერთი გერმანულადაც კიდევ დაწერეთ წიგნი ასევე, ხო, საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან, გერმანულ ენაზეც და ამ წიგნშიც არის შესული, აი ამ თემაზე, ასე ვთქვათ, სპეციალური წერილი და რომ არა, ასე ვთქვათ, ანგარიშგაწევისა, კოლეგიალური ანგარიშგაწევის აღარც ვიქნებოდი თანახმა, რომ ამ თემაზე მელაპარაკა. თუმცა შობის აღნიშვნა არავის ბეზრდება შესაბამისად ეს თემა. იმედი მაქვს, რომ ტელემაყურებლებისთვისაც არ იქნება მოსაბეზრებელი ჩემი საუბარი. ნუ ეხლა რაც შეეხება, რატომ არ არის გადასული საქართველოს ეკლესია ახალ სტილზე და რატომ აღნიშნავს უბრალოდ რატომ აღნიშნავს 7 იანვარს. იმიტომ აღნიშნავს, რომ იულიუსის კალენდარს იყენებს თავის პრაქტიკაში. როდესაც კალენდრის რეფორმა მოხდა რომის ეკლესიაში 1582 წელს, მაშინ მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები, უფრო სწორი იქნება თქმად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები ერთმანეთისგან გათიშული იყვნენ. ანუ უკვე სქიზმა კარგახნის მომხდარი იყო და ამ ორ ეკლესიას შორის სულ რბილად რომ თქვათ, სასურველი ურთიერთობა არ იყო, ურთიერთგაგება არ არსებობდა და სულიერი ერთობა არ იყო. ამიტომ უნდობლობის ელემენტი მყარად იყო ამ პერიოდში, ამ დროს და ამ უნდობლობამ გამოიწვია ის, რომ პაპის ინიციატივა, ანუ პაპის ინიციატივით განხორციელებული რეფორმა აღმოსავლეთის ეკლესიებმა არ მიიღეს. მართალი გითხრათ, დასავლეთის ეკლესიებიც არ შეხვდნენ ამას დიდი აღფრთოვანებით. ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთის
სამყაროში ასევე სქიზმა მომხდარი, სქიზმა კი არა, უკვე იქ შორს არის ძალიან წასული სქიზმა, რეფორმაცია არის, პროტესტანტიზმია ჩამოყალიბებული, რომის ეკლესია თუ მართლმადიდებელი ეკლესიას ეკლესია დაღიქვამს, დასავლეთის ეკლესიებს, რეფორმატორულ ეკლესიებს, ლუთერანულ ეკლესიებს და ზოგადად ევანგელურ ეკლესიებს რომ უწოდებთ ჩვენ, რომის ეკლესია ეკლესიადაც არ მიიჩნევს. და ძალიან დაძაბული ვითარება არის. მაგალითად აუგსბურგში, გერმანიის ერთ პროვინციაში, თითქმის ომი დაიწყო სწორედ კალენდრის საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ წინააღმდეგობა ახალი სტილის კალენდარს არა მარტო აღმოსავლეთში შეხვდა, არამედ დასავლეთშიც შეხვდა. ეს ახალ სტილს რო ვახსენებთ, თითქოს ისე ჩანს, რომ ეს იყო რაღაცა ესეთი პაპის მიერ მოგონილი და ახალი. რა იყო რეალურად, რა განახორციელა პაპმა, ხო? რა მოხდა მისი ინიციატივით? შევიდეთ ამ დისკურსში კიდევ ერთხელ. ეს რასაკვირველია, ძალიან საინტერესო საკითხი არის და პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ პაპის მიზანი იყო საეკლესიო ტრადიციები შენარჩუნებულიყო. ანუ ის დადგენილებები, რომელიც კალენდართან დაკავშირებით ეკლესიამ შეიმუშავა, არ დარღვეულიყო და დაცული ყოფილიყო. ეს კარგად ჩანს პაპის იმ ბულაში, რომელიც საფუძვლად დაედო რეფორმას. ამ ბულას ეწოდება ინტერგრავისიმას, რაც ნიშნავს სიმძიმეთა შორის, ანუ ეკლესიის წინაშე მდგომ მძიმე პრობლემათა შორის გამოირჩევა კალენდრის საკითხი და ეს პრობლემა მდგომარეობს შემდეგში. აღდგომის დღესასწაულმა ჟამთა ვითარების გამო და იმის გამო, რომ ის კალენდარი, რომელსაც იულიუსის კალენდარს და იულიუსის სისტემას უწოდებთ, არ არის სრულყოფილი, რადგან დედამიწაზე არაფერი არ არის სრულყოფილი, წუთის სოფელში არაფერი არ არის სრულყოფილი. აი, საათს ხედავთ ჩვენ და ნებისმიერი საათი ექვემდებარება გაფუჭების ან ხარვეზის გაჩენის პრინციპს. და აი ამ კალენდარშიც თავი იჩინა ხარვეზმა, მოხდა ჩამორჩენა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბუნიობის დღესასწაული, უკაცრავად ბუნიობის დღესასწაული, ესე იგი დღეღამტოლობის დღე, რომელიც ნიკეის საეკლესიო კრების დროს დაფიქსირდა როგორც კი არა, უკაცრავად დაფიქსირდა 21 მარტს. ანუ 21 მარტი გამოცხადდა დღეღამტოლობის დღედ. დროთა ვითარებაში, აი ამ კალენდრის მოუწესრიგებლობის გამო, იმის გამო, რომ ეს კალენდარი, თუმცა პროგრესულია, ყველა კალენდართან შედარებით პროგრესული კალენდარია, მაგრამ მაინც არ არის სრულყოფილი, რადგან სრულყოფილი არაფერი არ არის, აი ამ საუკუნეების განმავლობაში თავი იჩინა ეგრეთ წოდებულმა პრეცესიამ. პრეცესია გამოიხატება იმაში, რომ დაგროვდა ზედმეტი დრო და იულიუსის კალენდრის 21 მარტი, რომელიც მონიშნულია როგორც დღეღამტოლობის ბუნიობის დღე, უკვე აღარ შეესაბამება ბუნებას. ანუ იულიუსის კალენდრის 21 მარტს უკვე მზებუდობა კარგახნის მომხდარია. აი პაპის დროს, გრიგორიუსის დროს, ანუ მე 16 საუკუნეში უკვე 10 დღე იყო განსხვავება. ცდომილება იყო 10 დღე. მე-16 საუკუნის შემდეგ კიდევ დაგროვდა და უკვე თითქმის 14 დღე არის ცდომილება. ამიტომ პაპმა აღნიშნა, ამ ბულაში აღნიშნულია, რომ დაირღვა სწორედ საეკლესიო ტრადიცია და ჩვენი მიზანია, ჩვენი რეფორმის მიზანია დავაბრუნოთ საეკლესიო ტრადიცია თავის უფლებებში. ანუ აღდგომამ აღიდგინოს თავისი კალენდარული ადგილი. შესაბამისად შობამაც, რადგან შობა თუ დაკავშირებულია 25 დეკემბერთან, 25 დეკემბერი ნიკეის კრების დროინდელი 25 დეკემბერი დაკავშირებული იყო მზებუდობასთან. მზებუდობიდან მესამე თუ მეოთხე დღესთან. ხო? ასია ყოველ შემთხვევაში ეკლესიის მამები ასე ამბობენ, რომ 25 დეკემბერი ეს არის დღე, როდესაც ღამეს შეემატების და დღესა ღამეს მოგაცრავად ღამეს მოაკლდების და დღესა შეემატების. ესე იგი, ღამე პოზიციებს თმობს და დღე პოზიციებს იმაგრებს და უფრო მეტიც კიდევ, როდესაც
ხდება ბუნიობა, დღეღამტოლობა, უკვე არამც თუ ძალა იკრებს დღე, არამედ დღემ უკვე ძალა მოიკრიფა უკვე და გაიმარჯვა კიდეც ღამეზე. და ის არის საბოლოოდ გარდატყდა დღის სასარგებლოდ. და სხვათა შორის იონე ოქროპირი ამბობს, არა მარტო იონე ოქროპირი, გრიგოლი ნოსელი, გრიგორი ღვთისმეტყველი, იუსტინიანე დიდი და განსაკუთრებით ძალიან ხატოვნად აქვს ეს ნათქვამი ნეტარ ავგუსტინეს, რომ არც მარიამ ღვთისმშობლის ხარება მომხდარა 25 მარტს შემთხვევით. 25 მარტი არის ის დღე, როდესაც დღე საბოლოოდ გამარჯვებულია და ზეიმობს. და არც იოანე ნათლისმცემელი დაბადებულა 25 ივნის, რადგან 25 ივნისი არის ის დღე, როდესაც როგორც შობა, ისე პრინციპის მიხედვით, ხო? როდესაც ღამე იმატებს, დღე იკლებს და ღამე იმატებს. იოანე ნათლისმცემელი არის ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, ამ პიროვნებითა და აი ამ დღით თავდება ძველი აღთქმის ეპოქა, ძველი აღთქმა უკვე გადის ისტორიის სარბიელიდან და მოდის ახალი აღთქმა, ახალი ცხოვრება, ახალი ცნობიერება და ამიტომ თუ იოანე ოქროპირის ძველის თარიღი ეს არის ღამის გამარჯვების დაწყების თარიღი, დღეზე ღამის გამარჯვების და ქრისტეს დაბადების თარიღი ეს არის დღის გამარჯვება ღამეზე. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ჩამოვყალიბე ეს, მაგრამ აი ეს არაჩვეულებრივად აქვს ჩამოყალიბებული ეკლესიის მამებს. და სხვადასხვა მე ხშირად მესმის რომ ეს როგორ შეიძლებაო დაკავშირებაო აი ასეთი ასტრონომიულ ფაქტებთან თუ ეს თავად ისინი უკავშირებენ. ეს არის ძველი საეკლესიო ტრადიცია. ბატონო გზარ, რატომ ხდება ისე, რომ აი ამ მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ, მართლმადიდებლთა ეკლესიათა ნაწილი, რომელიც თქვენ გითხარით, არ აღიარებს და ის რჩება, ასე ვთქვათ, 25 დეკემბერს. მართლმადიდებელი ეკლესია მოგეხსენებათ მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე, 20-იან წლებამდე, 23 წლიდან დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიების კალენდრის რეფორმა, ანუ უფრო სწორი იქნება თქმა, საეკლესიო კალენდრის გრიგორიუსის კალენდარზე გამართვა. ანუ საეკლესიო დღესასწაულების გრიგორიუსის კალენდარზე დასმა. ასე უფრო სწორი იქნება, თორემ საეკლესიო კალენდარი სულ სხვა ცნებაა და ის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, აი გრიგორიუსმა რაც გააკეთა და იულიუსის კალენდარი, ეს არაფერ კავშირში არ არის, ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა საეკლესიო კალენდართან. საეკლესიო კალენდარი არის საკრალური კატეგორია და ეს გულისხმობს დღესასწაულების თანმიმდევრობას. როგორ და როდის უნდა იდღესასწაულებოდეს. მაგალითად, შობა და ნათლისღება ერთად უნდა იდღესასწაულებოდეს თუ ცალ-ცალკე. წითელი პარასკევი და აღდგომა ერთი და იგივე დღესასწაულია და ერთ დღესასწაულად უნდა იყოს კალენდარში წარმოდგენილი თუ ცალ-ცალკე, რაც დიდი პრობლემა იყო პირველ საუკუნეებში. აღმოსავლეთისა და ეკლესიების პირველი განხეთქილება, დასავლეთის ეკლესიათა პირველი განხეთქილება აი ამის გამო დაიწყო. ხო, ეს სხვა საკითხია, შორს აგვიყვანს ახლა ამაზე ლაპარაკი, რომ დაუბრუნდეთ, ხო, რამ გამოიწვია, რომ მართლმადიდებელი εκκλესიები ასე გვიან შეუერთდნენ რეფორმას. ეს გამოიწვია, როგორც გითხარით, უნდობლობამ. აი კონკრეტულად გეტყვით. მაგალითად, ხშირად ისმის საკითხი, რატომ არ იწერენ, გადავდივარ ახლა ცოტა სხვა თემაზე თითქოს, რატომ არ იწერენ ევანგელისტები, ევანგელური ეკლესიის წარმომადგენლები პირჯვარს. და პასუხი ასეთია, არც მეტი, არც ნაკლები, რათა არ დავემსგავსოთ კათოლიკეებს. ну ახლა მართლმადიდებლებთან არ აქვთ კონტაქტები ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც იქ რეფორმა მოხდა და ჩამოყალიბდა ევანგელური ეკლესიები თავისი თავიანთი ტრადიციებით, სხვადასხვა ეკლესიები თავთავიანთი ტრადიციებით. ну მაშინ მათ პრობლემა ჰქონდათ კათოლიკურ ეკლესიასთან. მოგეხსენებათ, რომ აი ევანგელური ეკლესიის მამათმთავრებს, მათ შორის ლუთერს,
არავით არის დადგენილება არ გამოუტანია იმ შესახებ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ თუ არა. მათ შორის რასაკვირველია ლუთერის თვითონ იწერდა პირჯვარს. ასე იყო, აღდგომის წესიც ასე არ დადგინდა, რომ არ დავემთხვათ ებრაელთა დღესასწაულს, ხო? ხო, ამაზე იყო კამათი. ხო, მაგრამ მე მინდა გითხრათ რა გავმარტოთ თქვენი შეკითხვა, გავმარტოთ ესე იგი უნდობლობის მიზეზი რა არის? შეიძლება აქ თეორიულ სიფრთხეზე კი არ არის ეს უნდობლობა. უნდობლობა არის რაში, რომ არ დავემსგავსო იმას, ვისაც თეორიის დონეზე, პრაქტიკის დონეზე მე არ მივიჩნევ ჭეშმარიტად და ვისაც არ თვლი მეგობრად. მე არ მინდა დავემსგავსო მას და ამქიდან გამომდინარე ამოტივტივდება მე რაღაც ისეთი თეორიები, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, რომლის მსგავსი მართალი გითხრა მე არ წამიკითხავს, გულისხმობ აი იმ მიზეზებს, იმ არგუმენტებს, რომელიც ჩვენთან, ჩვენს ეკლესიაში, ჩვენი სამღვდელოების წარმომადგენლები, ჩვენი ერის კაცები ხშირად ლაპარაკობენ, ხშირად ოპერირებენ აი ამ არგუმენტებით, ამ გამონათქვამებით. მოდი ასე რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. თუ არ გინდა დაემსგავსო, თუ არ გინდა დაემსგავსო იმას, ვინც არ მოგწონს, უმრავლესობას მართლმადიდებელი ეკლესიებისას, მაშინ გინდა დაემსგავსო იმას, ვინც მოგწონს, ხო? რუსეთი მაგალითად აღნიშნავს 7 იანვარს. ვინც ამას ამბობს და ვინც გულწრფელად იმეორებს დღეს თუ რატომ არ იწერს პირჯვარს, ხო, ის გულწრფელია და გულწრფელობა ყოველთვის დასაფასებელი არის. ის გულწრფელად ამბობს და უფრო დასაფასებელი იქნება, რომ კაცმა პირდაპირ თქვას მიზეზი, ვიდრე მოიგონოს ისეთი რამ, რაც კომედიის სფეროს განეკუთვნება. მე შემიძლია დავასახელო ის არგუმენტები, რა არგუმენტებითაც დღეს ძველი სტილის აპოლოგეტები ოპერირებენ. დავასახელოთ. ერთოდ რა? ჯერ ერთი წამოვიღე აქ და შემიძლია წავიკითხო, მაგრამ არ არის აუცილებელი. რომ ძველი სტილი არის პოემა, ახალი სტილი არის ბუღალტერია. რომ ძველი სტილი არის სიმფონია, ახალი სტილი არის როკი და სმოკი. რომ ძველი სტილი არის პლერომა, ანუ სავსება, ახალი სტილი არის უსახურება, სქემა და უსახურება. რომ ძველი სტილი რაში გამოიხატება, რომ პლერომა მოიცავს მზესაც, მთვარესაც და ვარსკვლავებსაც. ახალი სტილი კიდევ მარტო დედამიწას მოიცავს, უბრალოდ მარტო მზეს მოიცავს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იულიუს კეისარმა რა ესეთი დამსახურება აქვს ასეთი მართლმადიდებელი ეკლესიის და აქ თავს იჩენს გამოუგნებელი არგუმენტი, რომ თითქოს იულიუსის კალენდარი ბუნებითადაა რაღაც საღვთო ჭეშმარიტებასთან ნაზიარები. მაშინ, როდესაც იულიუსი იყო წარმართი იმპერატორი, მისი ასტრონომი სოზიგენე იყო წარმართი და მეკერპე და ყოვლად შეუძლებელია მათ რაღაც საღვთო გამოცხადება ჰქონოდათ, როგორც ამას წარმოიდგინეთ ერთი თანამედროვე ქართველი, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები და საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი, საკმაოდ ცნობილი სასულიერო პირი. მღვდელი ბიძინა გუნია რა? დიახ, ბიძინა ისე პერსონალების დასახელება არ მინდოდა ახლა პერსონალებს შევხებოდი, მაგრამ ბიძინა გუნია პრინციპში იმეორებს იმას, რასაც ის პიროვნება, ვისაც ახლა მე გულისხმობ არქიმანდრიტ რაფაელს, აყალიბებს. ეს იგი, რაც არქიმანდრიტმა რაფაელმა ჩამოაყალიბა, ამას აგრძელებს ბიძინა გუნია, მაგრამ ავიწყდებათ მათ, რომ იესო ქრისტე და ქრისტიანული მოძღვრება და ბიბლია არაფერ კავშირში არ არის, ასე ვთქვათ, გარე სამყაროსთან. ანუ ბიბლიას არ აინტერესებს რა ხდება ვარსკვლავებზე, როგორ შეიქმნა ვარსკვლავები, ამის შესახებ არაფერი არ არის ბიბლიაში ნათქვამი. თუმცა ასტროფიზიკის სახელმძღვანელოდ მაინც ვაქცევთ ხოლმე ხანდახან. ბიბლია და ბიბლიისეულის შესაქმე არის არა ჰელიოცენტრული, არამედ გეოცენტრული. ესე იგი, არა ვარსკვლავებზე და მზეზე ორიენტირებული, არამედ დედამიწაზე ორიენტირებული. მე მგონი უფრო ანთროპოცენტრული, არა?
რასაკვირველია, ადამიანის ადამიანის ინტერესებს ცენტრში არის ადამიანი. ადამიანია ცენტრში, ადამიანია. ამიტომ იყო შემდეგ გაჩნდა 1000 იერესები, რომ რატო არ არის ნათქვამი არსადო ბიბლიაშიო, სხვა სამყაროც არსებობს თუ არაო, სხვაგანაც არსებობს თუ არა სიცოცხლეო, აი ორიგენეს ომდა ამ შეკითხვას. ფაქტია, რომ ბიბლიას აინტერესებს დედამიწა, დედამიწის ბედი და დედამიწის გვირგვინი, ანუ წუთისოფლის გვირგვინი ადამიანი აინტერესებს. მოდი 10 წუთი დაგვრჩა დაახლოებით ჩვენ სასაუბროდ, ამიტომ ძალიან მინდა მოვასწროთ საუბარი იმაზე, რომ 1923 წელს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ გამოიტანა ასეთი დადგენილება, რომელშიც ვკითხულობთ. შემოღებულ იქმნეს ამა წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები, წმინდანთა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის მიხედვით. 1924 წლის ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალი სტილით. ეს ძალიან ასე ვთქვათ ისტორიული დოკუმენტია რა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან ბევრმა ეს დარწმუნებული ვარ არ იცის. 1923 წელს ახალი სტილით ზეიმობდა შობასაც და აღდგომასაც და ეს მნიშვნელოვანი იმიტომ არის რომ დღეს მაგალითად მსოფლიო საპატრიარქო თქვა პირობითად ხო თუ შობას ზეიმობს 25 დეკემბერს აღდგომას მაინც ზეიმობს ასე ვთქვათ იულიუსის კალენდრის მიხედვით. ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აი მაგალითად 1923 წელს აღდგომასაც ზეიმობდა გრიგორიუსის კალენდრის. უზრავი დღესასწაულები ორივე გამართა, ასე რომ გაუსწრო ორივე ტიპის დღესასწაულები, ორივე ციკლის დღესასწაულები გამართა ახალი სტილის, ანუ გრიგორიუსის კალენდრის მიხედვით. ხო, ეს 23 წელს მოგეხსენებათ კონსტანტინოპოლში შედგა კრება, რომელმაც მიიღო დადგენილება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველ შემთხვევაში კონსტანტინოპოლის ეკლესია და კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიები გადასულიყვნენ ახალ სტილზე, მაგრამ ვინაიდან რუსეთის ეკლესია აღდგომას ისე ძველ სტილზე დღესასწაულობდა, თუმცა ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ არ მოხერხდა რუსეთის ეკლესიასთან კავშირი. ჯერ ერთი სრულფასოვანი კავშირი, სრულმასშტაბიანი კავშირი ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა 23 წელს. მოგეხსენებათ, რა ვითარება იყო მაშინ. ამიტომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ შეიძლება ითქვას პოზიციები დათმო. თუმცა იქვია მითითებული, რომ აღდგომის პრინციპს, აღდგომის დღესასწაულობის პრინციპს არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო კალენდართან. აი იმ ეპისტოლეში, რომელიც ამ კრებამ გამოიტანა. მაგრამ საქართველოს ეკლესიის ასე ვთქვათ მმართველმა ორგანომ, საკათალიკოსო საბჭომ გაითვალისწინა ეს წინადადება, გაითვალისწინა ამბროსი უკვე საპატიმრობაშია, თუმცა ამბროსი რჩება საკათალიკოსო საბჭოს თავმჯდომარედ. გაითვალისწინა აი ეს წინადადება, რომ აღდგომას არანაირი ნიკეის კრების დადგენილებას არანაირი კავშირი არ აქვს კალენდართან, კერძოდ ტექნიკურ ქრონოლოგიასთან. აი ეს გაითვალისწინა და ამიტომ თავს ასე ვთქვათ, უფლება მისცა, წასულიყო უფრო შორს და ორივე დღესასწაული, ორივე ციკლის დღესასწაულები აღენიშნა ახალი სტილის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ცნობა. როდესაც შიკრიკი შევიდა საპატიმროში და მოახსენა პატრიარქს, რომ საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილი აქვს აი ეს რეფორმა გაატაროს, კათალიკოსმა იკითხა, კი მაგრამ ხალხი მზად არის ამისათვის? შიკრიკმა მოახსენა, რომ ჩვენ უკვე ჩავატარეთ სამუშაოები და შემიძლია დაბეჭდებით გითხრათ, რომ ხალხი მზად არის ამისათვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ანუ ხალხი არ იყო მზად და მოხდა ძალიან არასასურველი ექსცესები და აი ამის გამო, როდესაც კათალიკოსი გამოვიდა საპყრობილედან, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაბრუნებოდა საქართველოს ეკლესია ძველ სტილს, ანუ ძველ ვითარებას. იმ დოკუმენტში თუ არ ვცდები, თუ ვცდები შემისწორეთ, სადაც ასე ვთქვათ, უკან ბრუნდებოდნენ, ხო, იულიუსის კალენდარზე აწყობდნენ ისევ მთელ საეკლესიო კალენდარს, ნათქვამია, რომ ამის მიზეზი არის არა მხოლოდ მოუმზადებლობა, არამედ მრევლის გაუნათლებლობაც. მოუმზადებლობაში სწორედ ეს იგულისხმება. ეკლესიის მოუმზადებლობა ნიშნავს იმას, რომ მრევლი არ არის მზად, ანუ არ აქვს გაცნობიერებული მრევლს,
რა განსხვავებაა ტექნიკურ ქრონოლოგიასა და საეკლესიო კალენდარს შორის და რომ ის ტექნიკური ქრონოლოგია, რომელსაც ახალ სტილს უწოდებთ ჩვენ, უფრო ახლოსაა საეკლესიო ტრადიციასთან, ვიდრე ძველი სტილი. ანუ იულიუსის კალენდარი. იულიუსის კალენდრის მიხედვით 21 მარტი უკვე აღარ არის საეკლესიო ტრადიციისეულ 21 მარტთან მიბმული. ანუ ბუნიობასთან და შესაბამისად მზებუდობასთან. ანუ 25 დეკემბერთან. ამიტომ ახალი სტილი რომ უპირატესია ამ თვალსაზრისით, ეს მრევლმა ვერ გაიაზრა, იმიტომ რომ ორი მიზეზის გამო. ერთი რომ ეს რეფორმა შემოღებული იყო დასავლეთის ეკლესიაში, რომის ეკლესიაში და მეორე კიდევ რომ ამ რეფორმის შემოღება საერო ცხოვრებაში მოხდა კომუნისტური მმართველობის პერიოდში. ანუ ის მღვდლები ახლა ვინც დღეს ამტკიცებს რომ აი ახალ სტილზე გადასვლა ეს არის რაღაც მოდერნული ერესი და რაღაც მრავალგვარ ტერმინებს ხმარობენ ხოლმე, ხო? ფაქტობრივად ადანაშაულებს პატრიარქ ამბროსის ერესში. ესე არ გამიგონია? ხო, არ მე ეს არ გამიგონია, გქონიათ რომ პატრიარქი ამბროსი არ იყო მომხრე რეფორმის და მე ამით სწორედ მაგიტომ ვიცოდი რომ ამაზე იქნებოდა ლაპარაკი და წამოვიღე აქ, აი ეს არის სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილება, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს ეკლესიაში გატარდეს რეფორმები და ამ დადგენილებას ხელს აწერს აი სწორედ კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი და მთელი საკათოლიკოსო საბჭო, მათ შორის მიტროპოლიტი ნაზარი, რომელიც ასევე წმინდანია, წმინდა მოწამეა, ასე რომ აქ გარკვევითაა, აი მაგალითად ამ აბზაცში გარკვევითაა აღნიშნული, არ ვიცი ახლა აზრი აქვს თუ არა, კი ბატონო, ხო, ამის გამო დადგა დრო, როდესაც შინაგან თითქმის მოწყობილი ეკლესია დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს მის მიერ წინასწარ დასახული მიზნების განხორციელებას, განიწმინდოს მონარქიული რეჟიმის ზეგავლენის ნაშტებისაგან, შეუფარდოს ჩვენი ხალხის შეუფარდოს ტრადიცია ჩვენი ხალხის სულისკვეთებას, გამარტივდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებათა მიხედვით, გამარტივდეს, მაგრამ ისე, რომ შეუხებელი დარჩეს ქრისტე მაცხოვრის დიადი მოძღვრების არსებითი მხარე. ერთი სიტყვით, გამარტივდეს საეკლესიო ცხოვრება, ნიშნავს იმას, რომ ჩატარდეს საეკლესიო ცხოვრებაში რეფორმები. და ეს გრიგორიუსის კალენდარი სხვა არაფერია, თუ არა იულიუსის სისტემის გამარტივებული რედაქცია. ბატონო გზარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე აქვე შეგიპირებთ, რომ აი ამ წლებზე სასაუბროთ თქვენ კიდევ ერთხელ გვეწევით სტუმრად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს თუნდაც ქართველმა ხალხმა და ჩვენმა მაყურებელმა, რომ სინამდვილეში ჩვენ ასე ვთქვათ საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის დასაწყისში გაცილებით პროგრესული აზრი ჰქონდა ეკლესიაში, ვიდრე დღეს გვაქვს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია, ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ.